დღეს ქიმიკოსთა პროფესიული დღეც აღინიშნება და ძალიან საინტერესო სიუჟეტი უნდა წარვადგინოთ ახლა. ტრადიციულად მაისის ბოლო კვირა დღეს ქიმიკოსთა პროფესიული დღე აღინიშნება. თანამედროვე სამყაროში ამ დარგის სპეციალისტების როლი მართლაც ფასდაუდებელია. ყოველდღიურობაში შეიძლება ხშირად ვერც კი ვამჩნევდეთ, თუმცა მათი საქმიანობა პირდაპირ კავშირშია ჩვენს ჯანმრთელობასა და გარემოს დაცვასთან. სწორედ ლაბორატორიებში მიმდინარე საპასუხისმგებლო პროცესები განსაზღვრავს იმას, თუ რამდენად სუფთა და ეკოლოგიურად უსაფრთხოა გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ. შეგვიძლია ერთად ვნახოთ ქეთი ჭეიშვილის მიერ მომზადებული სიუჟეტი. ჩვენ ირგვლივ ყველაფერი ქიმიაა. ჰაერი, რომელსაც ვსუნთქავთ, წყალი, რომელსაც ვსვამთ და მიწა, რომელიც გვკვებავს. თუმცა ხშირად ვერ ვამჩნევთ იმ უხილავ პროცესებსა და ადამიანებს, რომლებიც ამ სასიცოცხლო ბალანსის სადარაჯოზე დგანან. საქართველოში 1980 წლიდან ყოველი წლის მაისის ბოლო კვირადღეს ქიმიკოსთა პროფესიული დღე აღინიშნება. გარემოს ეროვნულ სააგენტოს გააჩნია 3 ლაბორატორია, ერთი თბილისში, ხოლო 2 რეგიონული ქუთაისსა და ბათუმში. ჩვენი ლაბორატორიები აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით, ISO 1795 სტანდარტის შესაბამისად და თანამშრომლებს შესაბამისად ეძლევათ საშუალება იმუშაონ მაღალტექნოლოგიურ ლაბორატორიაში, ჩაატარონ ჰაერის, წყლის და ნიადაგის ანალიზები და ასევე აიმაღლონ პროფესიული ცოდნა. გარემოს ეროვნული სააგენტო სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებასთან აქტიურად თანამშრომლობს, რის ფარგლებშიც ახალგაზრდებს და სტუდენტებს ეძლევათ საშუალება ჩვენი ლაბორატორიების ვიზიტის ფარგლებში წვდომა გქონდეთ სხვადასხვა მაღალტექნოლოგიურ ხელსაწყოსთან და პროფესიონალებთან ერთად ჩაატარონ ესა თუ ის ანალიზი და ცდა. გარემოს ეროვნული სააგენტოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტში ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორია ფუნქციონირებს. აქ სხვადასხვა თაობის ქიმიკოსები საქმიანობენ, რომელთათვისაც ეს არამხოლოდ პროფესია, არამედ მუდმივი ძიებისა და ბუნებაზე ზრუნვის პროცესია. ქიმიკოსების როლი ძალიან ხშირად რჩება შეუმჩნეველი და ჩვენ ხშირად ხუმრობთ ხოლმე, რომ ჩვენი მთელი აი ამდენი შრომის შედეგი არის მხოლოდ ერთი ციფრი. მე 20 წელია ვარ ქიმიკოსი, მუშაობ ამ მიმართულებით, სტუდენტობიდან დავიწყე ქიმიკოსად მუშაობა. ძალიან მაინტერესებდა თვითონ პროფესია, იმიტომ რომ ქიმია ეს არ არის მხოლოდ მეცნიერება, ქიმია ეს არის ჩვენს ცხოვრებაში აბსოლუტურად ყველგან. ჩვენს ირგვლივ ყველა სფეროში არის ქიმია და ჩვენ უნდა ვიცოდეთ აი ამ ქიმიის სწორად წაკითხვა და სწორად გააზრება და სწორად გადმოცემა, რათა შევძლოთ აი ამ ნივთიერებების ბუნების გაგება. ჩემთვის ქიმიკოსის პროფესია განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან ჩვენი საქმიანობა პირდაპირ უკავშირდება ადამიანის ჯანმრთელობასა და ეკოსისტემის დაცვას. მიხარია, რომ ვარ გარემოს ეროვნული სააგენტოს გუნდის წევრი და მაქვს შესაძლებლობა ვიმუშაო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აკრედიტირებულ ლაბორატორიაში მაღალტექნოლოგიურ ხელსაწყო დანადგარებთან და მივიღო მონაწილეობა თანამედროვე ანალიტიკური მეთოდების დანერგვაში, რაც უზრუნველყოფს შედეგების სანდოობასა და სიზუსტეს. ჩვენი ლაბორატორიის აღჭურვა და გადაიარაღება ხდება ყოველ ეტაპზე, ყოველწლიურად ვიძენთ ახალ ხელსაწყოებს, მაღალტექნოლოგიურ ხელსაწყოებს. შესაბამისად ხდება პერსონალის მომზადებაც, გადამზადება, ეს ერთ-ერთი მთავარი არის ჩვენთვის და ძალიან გვინდა რომ ახალგაზრდები ჩაერთნენ და მოვიზიდოთ და გვაქვს ეს მცდელობები რომ ახალგაზრდებსაც შევასწავლოთ. როგორც იცით, საქართველოში მიმდინარეობს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგი ყოველდღიურად. ჩვენთან შემოსული სინჯები ფილტრების სახით მუშავდება, რაშიც მონაწილეობ მე და შემდეგ ტარდება უკვე ICP-MS-ზე, ინდუქციურად შეწყვილებული პლაზმის მასსპექტრომეტრზე და ვზომავთ ტოქსიკურ ელემენტებს. სწორედ ამ უხილავი, მაგრამ ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი შრომის დასაფასებლად გარემოს ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით ღონისძიება გაიმართა.
რომლის ფარგლებშიც გარემოს დაბინძურების დეპარტამენტის ქიმიკოსებს დარგის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელები გადაეცათ. ყველა ქიმიკოს ვულოცავ ქიმიკოსის დღეს და ასევე ყველა მომავალ ქიმიკოსს და ვუსურვებ რაც მთავარია წარმატებებს თავის საქმიანობაში და ასევე ვუსურვებ რომ ყველას ეპოვოს თავისი სასურველი სფერო. მე ძალიან გამიმართლა ამ მხრივ. ჩემს კოლეგებს მივუოცავ პროფესიულ დღეს, ვუსურვებ კარიერულ წინსვლას და ბევრ საინტერესო პროექტს, რომელიც დადებით გავლენას მოახდენს ჩვენი ქვეყნის განვითარებას და გარემოს დაცვაზე. მინდა პირველ რიგში მადლობა გადავუხადო ჩვენი ლაბორატორიის თანამშრომლებს და აგრეთვე მიულოცო პროფესიული დღე, ვუსურვო წინსვლა და წარმატებები პროფესიულ საქმიანობაში. ქიმია არ არის მხოლოდ მეცნიერება ნივთიერებების შესახებ. ის სიცოცხლისა და განვითარების მეცნიერებაა. ლაბორატორიის კედლებს მიღმა დარჩენილი ეს პროფესიონალი ადამიანები კი თავიანთი დაუღალავი შრომით განაგრძობენ ჩვენთვის ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღი გარემოს შენარჩუნებას.